მეუღლემ თქვა რაღაცა არ მომწონსო ეს თქვენი გამოძიებაო და მოდიო დავანებოთო ყველაფერს თავი და საჩივარნდა შემოვიტანო საჩივრის და ისა რა ქვია დაწერა გვინდაო და რასთან დაკავშირებითო ისთან დაკავშირებითო და აი საჩივარი მინდაო რომ ორივე მძღოლსო შემოვუტანო და არ არისო აუცილებელიო ისა რა ქვიაო დაველოდოთო გამოძიებასო რა ეტაპზე მიგვიყვანსო ექსპერტიზის პასუხიო მოგვივაო ანუ ჩამოვაო გავეცნოთო და შემდეგშიო ანუ თუ არ დაგაკმაყოფილაო ამ ექსპერტიზის პასუხმაო მერეო ჩვენს იქით ზევითაც არსებობსო ანუ როგორ ზემდგომი ინსტანცია და შეგიძლიათ მიმართოთო ანუ შეგვიძლია ხარ უკმაყოფილო მე ავდექი და უთხარი არ ნელა მიდის გამოძიება არაფერი სიახლეები არ არის გადაიდო ბავშვის ერთი წელიწადი მოbrunდა მეთქი და გადაუწყვიტეთ ეს რომ საჩივარი შემოვიტანოთ თქო და ეხლა უნდა ვუჩივლო ბეჟანი ყულჯანიშვილს მოვითხო პასუხის გებას მიეცეს და გამცეს პასუხი და ისაჯოს ბეჟანი ყულჯანიშვილი არ უნდა დადიოდეს გარეთ იმიტომ რომ უმეტესად დამნაშავე არის მეტნაწილად დღეს მე შვილი რო არ ამყავს ეს ბეჟანი ყულჯანიშვილის დამსახურება არის როდესაც შეეძლო ბეჟანი ყულჯანიშვილს სიფრთხილე მართებდა და ფრთხილად ემართა საჭე ყურადღებით რო ევლო თავის სავალ გზაზე და არ დარღვეულიყო გზის სავალი ნაწილი დღეს მე ჩემ შვილს ჩავიხუტებდი ამ შემთხვევაში ბეჟანი ყულჯანიშვილი ირიდებს ამ პასუხისმგებლობას თავიდან და რატო არ ვიცით, როგორ არ ვიცით, მაგრამ ამას ვერ დავაზუსტებ წინა იმაშიც აღვნიშნე,